როდესაც ღვთის სიყვარულის გამო რაიმე საქმის აღსრულება გწადია და ღვთის სიყვარული აი ღმერთი ადამიანად რომ მოვიდა ერთ-ერთი მიზეზი ამის იყო ის რომ ჩვენ გვესწავლა მისი სიყვარული იმიტომ რომ რასაც ვერ ხედავ რასაც ვერ განიცდი იმის სიყვარული ძნელია და რომ მოვიდა და თა როგორ მოვიდა შენთვის მოკვდა როგორ მოვიდა დაგანახა რომ მას უყვარ ხარ ან როგორც იონე მოციქული ამბობს ჩვენ გვიყვარს იგი რამე თუ პირველად მან შეგვიყვარა უყვარ ვარ და არა უბრალოდ უყვარ ვარ არამედ სიყვარული საქმითაც გამოხატა და როცა მე ვიცი რომ ჩემი ცოდვებისათვის პასუხს აღარ ვაგებ იმიტომ რომ ჩემს მაგივრად ის მოკვდა ეს ჩემთვის ძლიერი мотиваციაა რომ ბოლოს და ბოლოს შევიყვარო იგი და შევიყვარო როგორ ვისწავლო სიყვარული მისი ერთგულება დავიწყო რომელიც მის სიყვარულამდე ამიყვანს ამიტომ არის მე მას უყვარ ვარ ვინც ცნებებს აღასრულებს უფალი გვეუბნება როდესაც ღვთის სიყვარულის გამო რაიმე საქმის აღსრულება გწადია იმიტომ რომ სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს არ არსებობს სიყვარული თავგანწირვის გარეშე სიყვარული თავგანწირვის გარეშე არის რაღაც სიყალბეა უბრალოდ სიკვდილამდე თავგანწირვა გმართებს როდესაც ღვთის სიყვარულის გამო რაიმე საქმის აღსრულება გწადია სიკვდილამდე თავგანწირვა გმართებს როგორც პავლე მოციქული ამბობს იმიტომ ვერ ამარცხებ ცოდვას რომ სისხლამდე წინ არ აღუდგებით სისხლამდე აქაც იგივეს ამბობს და ამგვარად თითოეულ ვნებასთან ბრძოლაში მოწამის მდგომარეობაში იქნები და აი როცა მოდიან ხოლმე ადამიანები და წლებია და წუწუნებენ ადამიანი იწყებს წუწუნით ახსარებას აი წუწუნით რომ აი ამ ისევეს დამემართა ამას ვერ ვერევი ისევე და პასუხი ერთადერთია სისხლამდე წინ არ აღუდგებით ჩემი თავიდან ვიცი ეს მე როდესაც რაღაცა ჩემში არის დაუმარცხებელი, ის თავისთავად კი არ არის დაუმარცხებელი. როგორ შეიძლება რაიმე ჩვენში დაუმარცხებელი იყოს მას შემდეგ, რაც ქრისტე ჩემთვის მოკვდა, ჩემი ცოდვები წაიღო და თან ჩემში მკვიდრდება და ჩემს მაგივრად იბრძვის. როგორ შეიძლება რაიმე ცოდვა იყოს დაუმარცხებელი? ერთადერთი მიზეზია. არ თანამშრომლობ უფალთან და ჩემს სიყვარულს უფლისადმი არ გამოვხატავ მისდამი თავგანწირული სიყვარულით. აი ეს ზერელეთ ვეკიდები. და რა თქმა უნდა თუ ზერელეთ ვეკიდები, მაშინ